ყველას საფეხბურთო სალამი. CS-ის რჩეულები, ქართველი ფეხბურთელების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში. ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელების კომენტარმა ქართველთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება გამოიწვია. დუბლი გადამწყვეტ შეხვედრაში რონალდუს ალ-ნასარი ჩემპიონი გახდა. კრისტიანო რონალდო, ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც ბავშვობა და ფეხბურთი გვაჩუქა, ეპოქა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ ვიდეოში კიდევ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ, ამიტომ აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში მიყურებთ. თქვენ გვერდში დგომას და ერთგულებას ძალიან ვაფასებ. ახლა კი ვიდეოზე გადავიდეთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება. ფინალი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი პრემიერ ლიგის გამარჯვებულ არსენალს დაუპირისპირდება. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ლუის ენრიკემ და მიკელ არტეტამ პრესასთან ისაუბრეს მოახლოებულ ფინალთან დაკავშირებით. ნახოთ რა სიძახის პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე. წელს თასის ფინალში არ ვითამაშებთ, რაც მატჩისთვის მოსამზადებლად შარშანდელზე მეტ დროს გვაძლევს. ეს იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ შეგვიძლია მცირე დეტალებზე ვკონცენტრირდეთ და მეტი რამ დავხვეწოთ. მინდა რომ ფეხბურთელები ბედნიერები იყვნენ და ისიამოვნონ ამ მომენტებით. წავიდნენ აუზზე, სატრენაჟორო დარბაზში მეგობრებთან ერთად. ჩვენ ყველაფერს შარშანდელისგან განსხვავებულად ვაკეთებთ. ახლა უკეთ ვართ მომზადებულები. არსენალის შემტევი და დაცვითი სტატისტიკა დაუჯერებელია. მათ უპრობლემოდ შეუძლიათ ბურთის კონტროლი. იციან როგორც ღრმა დაცვაში თამაში, ისე მოედანზე მაღალი პრესინგის მიმართვა. ისინი წლიდან წლამდე უმჯობესდებიან და დღეს ევროპის სამ საუკეთესო გუნდს შორის არიან. არტეტა ძალიან მაგარი მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელებისთვის ღირებულებების გადაცემის უნარი აქვს. სწორედ მან შესძინა გუნდს გამარჯვებულების მენტალიტეტი. ყველა მზადაა, თითოეული ფეხბურთელი ამ მომენტს განსხვავებულ ფორმაში ხვდება. თუმცა წინ ბევრი ცვლილებით დატვირთული კვირა გველის, დასვენების დღეებითა და ბევრი ვარჯიშით, რათა შეტევასა და დაცვაში დეტალები გავაუმჯობესოთ. პარი სენ-ჟერმენის შემტევმა უსმან დემბელემ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის პარისთან, მატჩი ოდნავ შევშინდი, მაგრამ კარგად ვარ და ფინალში ვითამაშებ. ვიქნები თუ არა 100%-ით მზად? ვიქნები. დიახ, ვფიქრობ ვიქნები. ამაში ეჭვი არ მეპარება და იმედი მაქვს, რომ 30 მაისს მოედანზე გავალ. ჩემ კარიერაში ძალიან ბევრი მცირე დაზიანება თუ სერიოზული ტრავმა ყოფილა, როგორც აქ პოსაჟერში, ისე უფრო ადრეც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატჩების წინ, მათ შორის ამ ფინალის წინაც. ვამჯობინე შევჩერებულიყავი და პირველ რიგში არ გამერისკა. ციტირებს დემბელეს სიტყვებს RMC სპორტი. არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამაც ისაუბრა პრესკონფერენციაზე. ჩვენ ამ თამაშისთვის მომემზადებით იმ განზრახვით, რომ გავიმარჯვოთ და კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ. ეს 100%-ით ასე იქნება. კარგად გვესმის ამას, რამ ხელა მნიშვნელობა ექნება და აუცილებელია ეს დავიმსახუროთ. საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ და ნამდვილად გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მაქსიმალურად კარგ ფორმაში მივალთ. ეს იქნება ნამდვილი შოუ 90 წუთის განმავლობაში, ყველაზე დიდ სცენაზე, სადაც შეიძლება საკლუბო ტურნირებში ითამაშო, თანაც ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ცნობისთვის არსენალისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე 30 მაისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 8 საათზე დაიწყება. წინ მართლაც დაუნდობელი ფინალი გველოდება. ლიგა 1-ის ჩემპიონი პრემიერ ლიგის ჩემპიონის წინააღმდეგ. ორივე გუნდი საკმაოდ ახალგაზრდაა. ორივე თავის ფორმის პიკშია. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები. ამ ორ გუნდს შორის, რომელ გუნდს აქვს მეტი უპირატესობა? შეძლებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია მეორე წელი ზედიზედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა? თუ ამჯერად არსენალი მოახერხებს მის გაჩერებას? ველოდებით თქვენ აზრებს კომენტარებში. ყველაზე დალაგებულ და არგუმენტირებულ კომენტარს შემდეგ ვიდეოში მოვახვედრებ. უბრალოდ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ თამაშთან დაკავშირებით და კომენტარი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონება, შემდეგ ვიდეოში გამოჩნდება. ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, ორი ქართველი ფეხბურთელი, ორივე ერთი და იგივე ეპოქაში და ორივე ფრანგული ფეხბურთის ლიდერი გახდა. CS-ის საფეხბურთო ობსერვატორიამ სხვადასხვა ჩემპიონატის სეზონის სიმბოლური ნაკრებები დაასახელა. ფეხბურთელების შესარჩევად 3 კრიტერიუმი იქნა გამოყენებული. მათ მიერ ნაჩვენები თამაშის დონე, მატჩების შედეგები, რომლებშიც მათ მონაწილეობა მიიღეს, სათამაშო დრო. CS-ის რეიტინგში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. საფრანგეთის ლიგა 1-ში პარი სენ-ჟერმენის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩიეს. საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ზურიკო დავითაშვილი შეიყვანეს.
ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი ოთარ კიტეიშვილი, რა თქმა უნდა, CS-ის სიმბოლურ ნაკრებშია. ისრაელის ჩემპიონატში იგივე პატივი ლუკა გადრანსერგო, იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძეს, ჩეხეთში ვახტან ჭანტურაშვილს. ცნობისთვის კვარაცხელიამ ლიგა 1-ის სეზონი 8 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ზურიკოს ანგარიშზე 14 გოლი და 5 ასისტი გახლდათ. კიტეიშვილმა 15 გოლი და 5 ასისტი მიითვალა, ხოლო კვერნაძემ სეზონი 5 გოლითა და ამდენივე ასისტით დაასრულა. ხუჩა კვარაცხელიაზე თანაგუნდელებმა ჰაკიმიმ და დუემ ისაუბრეს, ნახოთ რა სიძახი ამ ფეხბურთელები ქართულ ვარსკვლავზე. მან ნეაპოლში დაუჯერებელი წლები გაატარა და ახლა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. აქ მოსვლის დღიდანვე გახდა ჩვენი ოჯახის წევრი. გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს და ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ჩვენთან არის. გვიხარია მისი აქ ყოფნა და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ ამ გზით გააგრძელებს. განაცხადა კვარაცხელიას თანაგუნდელმა და ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა ჰაკიმიმ. კვარა ჩემთვის მაგალითია. კვარა განსაკუთრებულია იმაში, რასაც აკეთებს, რადგან აქვს დრიბლინგის, ბურთის შენარჩუნებისა და ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის უნარი. გულწრფელად რომ თქვა, მცველებისთვის მის წინააღმდეგ თამაში ალბათ ძალიან რთულია. ის მაოცებს როგორც ვარჯიშებზე, ისე მატჩებში. სწორედ ასეთი ფეხბურთელები, რომლებსაც უკვე აქვთ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება, შთამაგონებენ ყოველდღიურად. ყავს კვარა, უსმანი, ბრედლი. ცხადია დღეს მათი ჩემგვერდით ყოფნა მეცმაძლევს პროგრესირების საშუალებას, ასე რომ ეს მართლაც ძალიან კარგია. გუნდში ბევრი სხვა ლიდერიცაა და შემიძლია ყველას დასახელება. გულწრფელად რომ ვთქვა, თავდამსხმელებზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ კართან ახლოს სწორედ მათთან ერთად მოქმედებ. სწორედ მათთან ერთად მუშაობ ყოველდღიურად, თუმცა ამ გუნდში კიდევ ბევრი ძალიან მაგარი მოთამაშეა, რომელიც შთამაგონებს. განაცხადა დუემ თავის პირად ინტერვიუში. კრიშტიანო რონალდო მართლაც განსაკუთრებულია. 41 წლის ლეგენდამ, რომელმაც თითქმის ყველაფერი მოიგო, ისი მოგებაც შეიძლებოდა ფეხბურთში, იტირა საუდის არაბეთის ტურნირის მოგებისას და ხალხი მას დასცინის. ბევრს არ ესმის ის ფაქტი, რომ ის მოვლენაა და აღარასდროს გვეყოლება მსგავსი ფეხბურთელი, რომელიც სულით და გულით და მთელი თავისი არსებით შეყვარებულია ფეხბურთზე. მას არ აქვს პირადი ცხოვრება, მისი ცხოვრება ფეხბურთია. რეალში მალევე მოიგო ტიტული, მანჩესტერშიც, იუვენტუსშიც ეგრევე მოიგო, როგორც კი გადავიდა. ალ-ნასერში კი წლები ლოდინი მოუწია და ის გულწრფელად ბედნიერია იმით, რომ თასი აღმართა. როცა ასეთ ლეგენდას არაბული თასი უხარია, ეს ბევრს მეტყველებს მის დამოკიდებულებაზე და სიყვარულზე საქმის მიმართ. სამწუხაროდ მესის და რონალდოსნაირი ფეხბურთელები უდიდესი იშვიათობაა. ან საბედნიეროდ ვინ იცის, რადგან ზოგჯერ ის რაც ბევრი გვაქვს არ ვაფასებთ. როდესაც ეს ორი ადამიანი, რომლებმაც ბავშვობა გვაჩუქეს, დატოვებენ ფეხბურთს, ყველანი ვიგრძნობთ სიცარიელეს და მივხვდებით, რომ ეპოქა დასრულდა. ერთ-ერთმა ფეხბურთი დახურა. ახლა იმედი მაქვს რონალდოც შეძლებს მსოფლიოს მოგებას, რადგან მართლა იმსახურებს ამას და მგონია, რომ თუ ვერ მოიგებს, მთელი ცხოვრება ვერ მოისვენებს. თუ გიყვართ რონალდო, კომენტარებში გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, მაქსიმალური მხარდაჭერა და ვუსურვოთ წარმატებები ლეგენდას, რომელსაც შესაძლოა დიდ სცენაზე ბოლოჯერ ვიხილავთ.